ბერი იოსე ბათონელი, მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა, წერილი მეცხრე. მადლი უფრო გასაგებად რომ თქვათ, უსაზღვრო ღვთიური საუნჯის მომნიჭებლის დიდი ან მცირე საჩუქარია, რომელსაც ის, როგორც სახიერი, ანაწილებს თავისი უსაზღვრო სახიერების გამო. და როცა ისევ მიიღებს ჩვენგან მადლიერებით მიძღვნილს, ანუ ღვთის შემეცნებას, საიდანაც ჩდება განცვიფრება, სიყვარული, სახურება, გალობა და დიდების მეტყველება, სახიერი მომნიჭებელი ისევ მოგვაგებს მისთაგანს, შენს შენთაგანს. თავისი საუნჯიდან ის გვასაჩუქრებს, ჩვენ კი გლახაკები, ბრმები და მკელობლები, მისგან მდიდრდებით და ეს საუნჯე მასში სუფევს, არც ემატება რამე და არც აკლდება. ოხ მიუწვდომელი დიდებულება, ყველას ამდიდრებს, ათასობით და ათიათასობით გამდიდრდნენ და განიწმინდნენ, თავად სიმდიდრე კი უფალში რჩება. ამიტომ პირველ რიგში შვილო, იცოდე რომ ყველა სათნოების საწყისი ღმერთია. გულის სიტყვა არ იქნება კეთილი თუ ის უფლისგან არ მოდის, არც ბოროტი თუ ეშმაკისგან არ მოდის. ასე რომ რასაც კი კარს გაიფიქრებ, იტყვიან გააკეთებ, ყველაფერი ეს ღვთის წყალობაა. ყოველივე ნიჭის სრული, ზეგარდამო არს გარდამოსრული. ყველაფერი უფლისგანაა მონიჭებული. ჩვენი საკუთარი კი არაფერი გაგვაჩნია. ამგვარად თითოეულმა ადამიანმა, ვისაც კი სურს დაითხოვს მადლის მიღებას, იმისთვის რომ ღმერთმა ნიჭი მისცეს, პირველ რიგში კარგად უნდა შეიცნოს საკუთარი არსება, შეიცანი თავი შენი, და ეს ნამდვილად ჭეშმარიტებაა, რადგან ყოველ ქმნილებას აქვს საწყისი, და თუ კი არ შეიცნობს საწყის, საბოლოოდ სიკეთეს ვერ ნახავ. ასე რომ, დასაწყისის და ჭეშმარიტებაც არის გააზრება, რომ არარაობა ხარ, ნული და არაფრისგან შეიქმნა ყველაფერი. მან თქვა და იქმნეს, ბრძანა და დაებადნეს. მან თქვა და იქმნა მიწა, აიღო თიხა და შექმნა ადამიანი, სულისა და გონების გარეშე, უბრალო თიხის ადამიანი. ეს არის შენი საკუთარი არსება. ასეთია თითოეული ჩვენგანი, მიწა და ტალახი. ეს პირველი გაკვეთილია მათთვის, ვისაც უნდა მადლის მიღება, ოღონდ ისე, რომ მადლი სამუდამოდ მასთან დარჩეს. ამით ის შეიძენს შემეცნებას, აქედან კი წარმოიშობა სიმდაბლე. ამაო სიტყვებით კი არ ლაპარაკობს სიმდაბლეზე, არამედ მტკიცე საფუძველზე მდგომი ამბობს ჭეშმარიტებას, მე ვარ მიწა, ვარ თიხა, ვარ ტალახი, ეს არის ჩვენი პირველი დედა. ამგვარად მიწაზე დადიან და შენზეც, როგორც მიწაზე უნდა იარონ. შენ ტალახი ხარ, არაფრად ღირ ხარ, აქეთ-იქით გისვრიან, შენით აშენებენ, ერთიდან მეორედ გადაგაკეთებენ, როგორც უსარგებლო ნივთიერებას. ამგვარად შემოქმედმა შთაგბერა და მოგცა სიცოცხლის სული, და მაშინვე გახდი გონიერი ადამიანი. შენ ლაპარაკობ, შრომობ, წერ, ასწავლი, გახდი უფლის მანქანა. ოღონდ ნუ დაივიწყებ, რომ შენი ფესვი მიწაა, და თუ უკან წაიღებს სულს ის, რომელმაც მოგცა, ისევ კედელში ჩაგაშენებენ. ამიტომ ყოველსა შინა სიტყვათა შენთა, მოიხსენებდი უკანასკნელსა შენსა და უკუნისამდე არას ცოდო. ეს არის პირველი მიზეზი, რომელიც არა მარტო იზიდავს მადლს, არამედ ამრავლებს და ინარჩუნებს მას. ის აამაღლებს გონებას ბუნების პირველ ჭვრეტამდე. ასეთი დასაწყისის გარეშე ადამიანი იპოვის რაღაც სირეთს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ დაკარგავს მას, რადგან მყარ საფუძველზე არ დგას და ამის მიღწევა სხვადასხვა საშუალებითა და ხრიკით ცდილობს. მაგალითად, თუ ამბობ, მე ცოდვილი ვარ, შინაგანად კი ფიქრობ, რომ მართალი ხარ, მაშინ ვერ აცდები ხიბლს. მადლს უნდა დარჩინა, მაგრამ რადგან სინამდვილეში ჯერ ვერ გიპოვია ჭეშმარიტება, მადლი აუცილებლობის გამო დაგტოვებს. და ვინაიდან უეჭველად დაუჯერებ შენს გულის სიტყვას, რომ ხარ ის, რაც არ ხარ, უთუოდ მოიხიბლები, ამის გამო მადლი არ რჩება. ჩვენი მოწინააღმდეგე გაქნილი მაცდურია, ბოროტების გამომგონებელი და ყველანაირი ხიბლის შემოქმედი, რომელიც ჩვენ გვერდით მხიზლობს, რომელიც ნათელი იყო, ბნელად იქცა და იცის ყველაფერი, რომელიც ღვთის მტერია და ცდილობს ჩვენც მის მტრებად გვაქციოს. ბოლოს და ბოლოს ის ბოროტი სულია და ადვილად შეერევა სულს, რომელიც ღმერთმა მოგვანიჭა. იღებს ჩვენს მანქანას და ისე ამუშავებს, როგორც უნდა. უყურებს საით მიიდრიკება სული, როგორ ეხმარება მას ღმერთი, და მაშინვე თვითონაც რაიმე ამის გავს მოიფიქრებს. არსებობს ბრძოლები, რომელთა შესახებ ადამიანმა იცის და გაურბის მათ, მაგრამ არსებობს სხვებიც,
რომელთა შესახებაც მან არაფერი იცის, რადგან ეს გონებისმიერი ბრძოლა და არ არის ადვილი მისი გარჩევა. ეს არის სულიერი ცვლილებები, გონების მოძრაობა, ხორციელი უძლურება და ცვალებადობა. რადგანაც შემოქმედმა, როდესაც თიხა შექმნა, 4 სტიქიისგან შეადგინა ის, მშრალისგან, სველისგან, ცხელისა და ცივისგან. ამიტომ გარდაუვალია, რომ თითოეული ამ სტიქიის ცვალებადობამ არ იმოქმედოს ადამიანზე. ესე იგი გამოშრეს, დასველდეს, გახურდეს და გაცივდეს. და თუ კი რომელიმე სტიქიის თვისება ჭარბობს, სხეული აუცილებლად ავადდება და ამის შედეგად მასთან ერთად ევნება სულიც. გონებას კი არ შეუძლია შეასრულოს თავისი გონებრივი მუშაობა, რადგან სხეულთან ერთად ისიც კოჭლობს და უძლურდება. აშრობს სხეულს მზის მწყნვარება, შრება გონებაც. წვიმა თუ მოდის, სველდება და დუმდება სხეული, დუმდება გონებაც. ხარი თუ უბერავს, ცივდება სხეული, ზედმეტად მრავლდება ნაღველი, ბნელდება გონებაც და მხოლოდ წარმოდგენები ბატონობს. ამგვარად ყველა ამ ცვლილებაში მადლი, თუმცა არსებობს, მაგრამ არ მოქმედებს, რადგან ორგანოები დაავადებულია. ჩვენმა მტერმა, ეშმაკმა კი იცის, როგორი ბრძოლაა საჭირო ნებისმიერი ცვლილების დროს, რადგან სიმშრალით ის სასტიკსა და ულმობელს გახდის, ქვად რომ იქცე, იურჩო და შეეპასუხო. სიცივით შენს მოშურნეობას ანელებს, რომ ყველაფერი ღვთიურის მიმართ გაცივდე და გაიყინო. სიცხით, მრისხანემ და მშფოთვარემ ჭეშმარიტება რომ ვეღარ გაარჩიო. რადგან როგორც თქვით, მოჭარბდება სისხლი და ბოროტის სიცხით ვნებებს, გულისთქმებსა და მრისხანებას აღძრავს. სიგრილით კი ძილს მოგრის, სისუსტეს, მოდუნებასა და მთელი სხეულის პარალიზებას იწვევს. ამგვარად ყველაფერი ამის გამო ავადდება სხეული, მასთან ერთად კი სულიც, თუმცა ის გონიერი და უსხეულოა. ამის მსგავსად მადლიც, როცა ადამიანს უახლოვდება, მის ბუნებას კი არ ცვლის, არამედ იმ ბუნებრივ თვისებებსა და სასიკეთო უპირატესობებს, რომლებიც თითოეულს იმდენი აქვს მინიჭებული, რამდენსაც დაიდევს, აავსებს და გადაავსებს, ან პირიქით, შეამცირებს და უკან წაიღებს. რადგანაც შექმნა წინ უსწრებს სულის შთაბერვას, ამიტომ მოქმედებაც წინ უნდა უსწრებდეს ხედვას. საქმედ იწოდება ის, რაც სხეულისთვის სრულდება. ხედვა კი არის ის, რასაც გამოიმუშავებს გონება. შეუძლებელია საქმის გარეშე მიაღწიო ხედვას, ამიტომ აკეთე ის, რასაც მოითხოვს საქმე, ხოლო აღმატებული თავისთავად მოვა. აი შენ გაიგე, რომ თიხა ხარ, გლახაკი და შიშველი. ახლა კი ითხოვე მისგან, რომელსაც შეუძლია ბუნების განახლება, რომ გაგამდიდროს. და თუ კი მოგცემს ცოტას თუ ბევრს, პატივი მიაგე შენს კეთილის მყოფელს და ნუ მიითვისებს ხვისას. ტკივილითა და ცრემლით მიიღებ მადლს და მას სიხარულისა და მადლიერების ცრემლით ღვთის შიშით შეინარჩუნებ. სითბოთი და მოშურნეობით მოვიზიდავთ, სიცივითა და უდებებით კი ვკარგავთ. თავისი წმინდა ნიჭის სანაცვლოდ უფალი შენგან არაფერს მოითხოვს გარდა აღიარებისა, რომ თუ რამე კარგი გაგაჩნია მისია და უთანაგრძნე ვისაც არ აქვს. ნუ განიკითხავ იმისთვის რომ არ აქვს, რომ ცოდვილია, ბოროტი, ეშმაკი, ყბედი, ქურდი, მეძავი და მატყუარა. თუ კი ამას შეიმეცნებ, ვეღარასდროს შეძლებ ვინმე განიკითხო, მომაკვდინებელ ცოდვაშიც რომ ნახო, რადგან მაშინვე იტყვი. არა აქვს მას უფალო შენი მადლი, ამიტომაც ცოდავს. ჩემგანაც თუ წახვალ უარეს გავაკეთებ. თუ კი ფეხზე ვდგავარ იმიტომ რომ შენ მატარებ. ძმა ასე ხედავს და ასე აკეთებს. ის ბრმა, როგორ მოსთხო თვალების გარეშე რომ ხედავდეს? ის გლახაკია, როგორ მოსთხო რომ მდიდარი იყოს? მიეცი მას სიმდიდრე რო ჰქონდეს, მიეცი თვალები რომ ხედავდეს. თუ კი სამართალს მოითხოვ, როცა შენ გვერდით მყოფი უსამართლოდ მოგექცევა, შეურაცხყოფას მოგაყენებს, გაწყენინებს, დაგარტყამს, გამოგაგდებს ან შენ სიცოცხლეს დაემუქრება და შენ მას დამნაშავე ჩათვლი ან საშინლად განიკითხავ, მაშინ უსამართლო იქნები, რადგან მისგან ითხოვ იმას, რაც ღმერთს არ მიუცია. თუ კი კარგად გაიაზრებ ჩემს ნათქვამს, შენთვის ყველა უდანაშაულო იქნება, მიუხედავად დაშვებული შეცდომისა და მხოლოდ შენ იქნები ყველაფერში დამნაშავე. რადგანაც სამი მტერი ებრძვის ადამიანთა მოდგმას, ეშმაკები, ჩვენი საკუთარი ბუნება და ჩვევა. ამის გარდა სხვა ბრძოლა არ არსებობს. ასე რომ, თუ კი მოაცილებ ეშმაკს, რომელიც მთელ კაცობრიობას ტანჯავს, მაშინ ყველანი კარგები ვიქნებით.
აი, ვინ უნდა ჩათვალო უსამართლოდ, ვინ უნდა გძულდეს, ვის უნდა განიკითხავდე და ვისი მტერი უნდა იყოს სიცოცხლის ბოლომდე. მეორე მტერი, როგორც თქვით, არის ბუნება, რომელიც ადამიანის მიერ სამყაროს შეცნობისთანავე ეწინააღმდეგება სულის კანონს და მოითხოვს ყველაფერ იმას, რაც დამღუპველია სულისთვის. აი, მეორე მტერი, რომელიც სიძულვილის ღირსია შენი სიცოცხლის ბოლომდე, ის უნდა განსაჯო და განიკითხო. ამასთან ერთად მესამე მტერიც გვყავს, რომელიც არის ჩვევა. როცა ვეჩვევით ყოველგვარი ბოროტების კეთებას, ის მეორე ბუნებად გვექცევა და ცოდვას წესად აქცევს. და ასევე მოითხოვს თანაბარ ბრძოლას ღვთისგან ცვლილებისა და ხსნის მოსაპოვებლად. ასე რომ მესამე მტერი ჩვევა არის უკიდურესი სიძულვილის ღირსი. თუ კი გინდა რომ შენი მოყვასი ყველაფერში კარგი იყოს, ისეთი როგორც შენ მოგწონს, მოაცილე მას ეს სამი მტერი იმ მადლის საშუალებით, რომელიც გაქვს. აი რა არის სამართალი. თუ კი გინდა მისი პოვნა, ილოცე უფლის მიმართ, რომ მან ის გაანთავისუფლოს ამ მტრებისგან და მაშინ გექნება თანხმობა. თუ კი სხვა გზით მოინდომებ იპოვო სამართალი, ყოველთვის მტლოვანი იქნები და აქედან გამომდინარე მადლიც იძულებული იქნება ხან გაგშორდეს, ხან დაგიბრუნდეს, სანამ შენ სულში განსვენებას არ პოვებს. ადამიანს უფლება აქვს იმდენი მადლი ჰქონდეს, რამდენ განსასწრელსაც იტანს მადლიერებით, რამდენადაც მოყვასის სიმძიმეს უდრტვინველად ტვირთულობს. ამგვარად წინა წერილები, რომლებიც გამოგიგზავნე, მოიცავს საქმეს, ეს კი, რომელიც ახლა დავწერე, განათლებას. საქმის საშუალებით ადამიანი იღებს ცოდნით განათლებას, რადგან საქმე ბრმა, განათლება კი თვალები, რომლითაც გონება ხედავს იმას, რასაც ადრე ვერ ხედავდა. ამგვარად, ახლა მას აქვს ლამპარი და თვალები და საგნებს სხვანაირად ხედავს. პირველადაც ჰქონდა მას საქმის მადლი, ახლა კი ათმაგი მადლი მიიღო. გონება ახლა ზეციური გახდა, შორს მჭვრეტელი, ადრინდელზე უფრო მრავლის მომცველი. მას ახლა ხედვა აკლია. მან იპოვა საყდარი, როგორც მეფემ დააკლია სანახაობა, რომლის შესახებაც მომავალში ვილაპარაკებთ. შენ კი ეს წერილები მელნით გადაწერე, რომ არ წაიშალოს, რადგან ფანქრით წერდი. შეისწავლე ისინი და გამოასწორე შენი ცხოვრება.